კლარჯეთი. ერთ-ერთი უძველესი ქართული ქალაქი არტანუჯი. ის ვახტანგ გორგასალმა ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში დააარსა. ეს არის ძველი ქალაქი, ძველი არტანუჯი, ეს ქალაქური დასახლება იყო აქ და მაღლა არის კიდე ციტადელი და ჯაბა მეუბნება რომ აი ეს ციტადელი და ეს ქალაქი არის საქართველოში განსაკუთრებული. თავისი აუღებლობით და თავისი სტრატეგიული დანიშნულებით ესეთი ქალაქი საქართველოში ამდენიმე შეიძლება ითქვას რა, თიძე ჩამოსაცვლელი. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. აი იქიდან ნახავ ზემოდან ნახავ თუ რა ციხესთან გვაქვს საქმე, რა ქალაქთან გვაქვს საქმე. აი ეს არის ნატაძრალი და ნიკო მარი როცა ჩამოვიდა ეს ტაძარი ჯერ კიდევ იყო. თლიანი იდგა? რა თქმა უნდა. და ჩვენ მე-19 საუკუნის მიწურულის მე-20 დასაწყისის ფოტოები იქნება ეს თუ გრავიურაა კიდევ შემორჩენილი, იქ ტაძარი, გუმბათიანი ტაძარი დგას. აი, თომა გამოჩნდა კიდევაც, ნახე. ეს არის სასახლეში შესასვლელი კიბის ნაწილი. ნახე როგორ დამუშავებულია. როგორი ცხოვრება იყო საერთოდ შუა საუკუნეებში, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდნენ ადამიანები, რომ აი ასეთ მიულ ადგილზე უნდა ეცხოვრათ, ანუ სულ გიწვლის წარმოდგენას ცხოვრების წესე და უსაფრთხოება. ეს ადგილი, რომელიც მთლიანად დომინანტია მთელ საამ რეგიონში. თავბრუდამხვევია პირდაპირაც და გადატანითი მნიშვნელობითაც. თავს უსაფრთხო არ არის, მაგრამ უნდა ავიდე რას ვიზამ. აი ამოვედით ცაში და ეხლა რა მისია ჰქონდა არტანუჯს, რა საკრალური დანიშნულება ჰქონდა. ეს არის ქალაქი, სადაც ბაგრატიონები გამეფდნენ და აი აქედან ბაგრატიონებმა დაიწყეს ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი პროექტი. ეს არის ერთიანი საქართველოს პროექტი, რომელიც დაგვირგვინდა უკვე მე-10 საუკუნეში ბაგრატ მე-3-ის დროს. აი წარმოიდგინეთ, ანუ ეს არტანუჯი არის ერთიანი საქართველოს დაბადების ადგილი. არტანუჯი დედაქალაქად აშოტ კურაპალატმა აქცია, როდესაც ქართლიდან არაბებს გამოექცა და კლარჯეთს შეაფარა თავი. ეს რეგიონი ბიზანტიის გავლენის სფეროს წარმოადგენდა და ქართლიდან დევნილმა ქრისტიანების ნაწილმა სწორედ აქ მოიყარა თავი. დაუკლარჯეთი ქართლის გაუქმებული სამეფოს მემკვიდრე გახდა. ხოლო ბაგრატიონები აშოტ კურაპალატის თაოსნობით ქართული სახელმწიფოებრიობის ახალ დამფუძნებლებად იქცნენ. ძალიან უსაფრთხოა ეს ქალაქი, როგორც ხედავ, იმიტომ რომ მართლა ფრიალო კლდეზეა გაშენებული 4 კუთხიდან, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხოების გამო ხო არ შეარჩია რა ეს აშოტ მაქაურობა? არა, რა თქმა უნდა, ნახე, თომა, ყველა მიმართულებით, სადაც შეგიძლია გაიხედო ამ ქალაქიდან, ჩანს რომ ხეობებში მიემართება გზები შიდა რეგიონებისაკენ. და ამას ხოთაშორის პირდაპირ ამბობს კონსტანტინე პორფიროგენეტი. არტანუჯი ეს არის გასაღები, ამ სიტყვას ხმარობს, გასაღები აფხაზეთისო, ამ დასავლეთ საქართველოს სამეფოსო, იბერიის, არმენიის და აი ამ რეგიონისათვის. კონსტანტინე პორფიროგენეტი იყო ბიზანტიის იმპერატორი და სპეციალური თავი მიუძღვა მან არტანუჯის მდებარეობას, როდესაც წერდა თავის ცნობილ ნაშრომებს. აქედან იწყება უკვე სამეფო სასახლე, ხო? სამეფო უბანი, აი აქ იყო სასახლის ეზო და აი ეს არის უკვე სასახლის ნაშთები.
ციტადელზე რაც ამოვედ, კარგად ჩანს ეკლესია, კარგად ჩანს რაც ყველა საფორტიფიკაციო ნაგებობას აქვს, იქ წყლის რეზერვუარი, იმიტომ რომ როდესაც ქალაქი არის ალყაში და სჭირდება წყალი, უნდა ჰქონდეს დიდი რაოდენობით წყალი და არის აქ აი ეს სამეფო სასახლის ნაშთი, რასაც უყურებთ. როგორ ჩანს ეს სასახლე ორსართულიანი ყოფილიყო და ვრცელდებოდა ის საყრდენებზე გადადიოდა, ანუ შეიძლება რომ გადასულიყავი და გადაგეხედა მთლიანად ქალაქისათვის. უბრალოდ არ მოგვატყუს იმან, რომ ადრე შუა საუკუნეებში არ არის დიდი დარბაზები, დიდი სასახლეები. საერთოდ ეს კულტურა უფრო მერე შემდგომი პერიოდის გვიან შუა საუკუნეების და ახალი ეპოქის, ასე ვთქვათ, კულტურაა დასავლეთ ევროპული. აქ არ ჩატარებულა არქეოლოგიური ექსპედიცია რას. არა, არ ჩატარებულა და ფაქტობრივად ჩვენ წინ გველოდება ძალიან ბევრი რამ, იმიტომ რომ როცა იქნება ალბათ თურქეთის ხელისუფლება გადადგავს ამ ამბიჯს და შეიძლება ბევრი რამ აბსოლუტურად უცნობი გაცოცხლდეს საქართველოს ისტორიაში. ახლა რაც შეეხება აშოტ კურაპალატს. რატომ არის ესეთი დიდი ადამიანი აშოტ კურაპალატი ჩვენთვის? მან დაიწყო ქართული სახელმწიფოს ფორმირება. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მან საფუძველი ჩაუყარა იმ სამეფოს, რომელიც შემდგომ უკვე გადაიქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრად, საიდანაც მოგვიანებით საქართველოს გაერთიანება იწყება. ამას ემატება, რომ იგივე აშოტის პერიოდში გრიგოლ ხანძთელი უკვე საეკლესიო თვალსაზრისით, ანუ კულტურული თვალსაზრისით ამ რეგიონს აქცევს ქართული ცივილიზაციისათვის ერთ-ერთ მთავარ კერად. აი ამ რეგიონიდან იწყება უკვე აყვავება ქართული საქმის. სხვათა შორის აშოტ კურაპალატი ესეთი დიდი ადამიანი იყო, მაგრამ მასაც ხოდა თავისი სისუსტეები აშოტ კურაპალატს შეუყვარდება აქ ერთი ქალბატონი. ეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის ძალიან კარგად აღწერილი და განძის მცველია. განძის მცველია ეს ქალბატონი და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში პირდაპირ მითითებული, რომ ქალაქში მოვიდაო გრიგოლ ხანძთელი და შეუთვალაო ციხეში, ანუ აქ შეუთვალა, რომ მას ხლებოდა. და მაშინ მოხდა ესეთი ამბავი, რომ გრიგოლ ხანძთელის საუბრის შემდეგ ეს ქალბატონი დაფიქრდა თავის ცხოვრებას და თანხმობა განაცხადა, რომ წასულიყო და აღკვეცილიყო მონაზვნად. აშოტი როცა დაბრუნდა სასახლეში, ნახა რომ ეს ქალბატონი მისი გულისწორი აღარ იყო სასახლეში და გაიგო რომ მერეს მონასტერში აღკვეცეს მონაზვნად. და ამიტომ ის წავიდა მერეს მონასტერში და წინამძღოლს ეუბნება ესეთ სიტყვებს. გამაკლდაო საჭურჭლესიო რაღაცეებიო და ამიტომ წამოვიდესო. წამოვიდესო ასეთ აღწეროს დაახლოებით ესეთი შინაარსი აღწეროს საჭურჭლე და მე რა დაბრუნდებაო და აი აქ არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი რა ვიცი ტკივილი მე აშოტ კურაპალატის რა თქმა უნდა მიხვდა ეხლა ეს წინამძღვარი ქალბატონი ვინც იყო მონასტრის და უარი უთხრა აქ არ არისო დაუმალა და აშოტ კურაპალატმა შეხედა და თქვა რომ ნეტა იმასო ვინც ცოცხალი აღარ არისო. ჩვენ გავიცანით არტანუჯი, რომელიც იყო მე-9 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ცენტრი, ახალი ცენტრი გახდა და კლარჯეთი იქცა ასევე ჩვენი ქვეყნის სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრთან, რომელიც უკვე დაკავშირებული არის ასევე აშოტ კურაპალატთან და რა თქმა უნდა გრიგოლ ხანძთელთან. და აი ახლა წავიდეთ ხანძთაში და ვნახოთ ამ დიდი მოღვაწის განატოვარი და მემკვიდრეობა. ხანძთა შუა საუკუნეების ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო ცენტრი. ამ ტაძრის ადგილზე იყო ის ძველი ტაძარი, რომელიც ააშენა გრიგოლ ხანძთელმა გაბრიელ დაფანჩულის, ასე ვთქვათ, ხელშეწყობითა და დაფინანსებით. სუპირველი თავდაპირველი ტაძარი ხის იყო. შემდგომ აშენდა ქვის ტაძარი და უკვე ამის შემდგომ აშენდა ეს ტაძარი, რომელიც ახლა დღეს არის შემორჩენილი. გრიგოლ ხანძთელიც ქართლიდან გამოიქცა კლარჯეთში, სადაც ძლიერი სამონასტრო ქსელი დააარსა. ყველა მათგანს საკუთარი სასწავლო დაწესებულება ჰქონდა. კლარჯეთი ცოდნის წყაროდ იქცა ახალი საქართველოსათვის. პრინციპში მართლაც ეგ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ეკლესიაში იყო საგანმანათლებლო კერები. ანუ ეკლესია ნიშნავდა განათლებას მაშინ. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, აი გრიგოლ ხანძთელის. რა არის საქართველო, ხო?
სადაც ლოცვა ქართულად აღევლინების, ანუ სადაც ხდება ქართულად ლოცვა, ეს არის საქართველო. დასავლეთ საქართველო, ანუ აფხაზთა სამეფო, აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულები, სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულები, ეს არის საქართველო, ეს არის ქართველთა ქვეყანა. რეალურად ის იქცა საეკლესიო აღმშენებლობის და საერთოდ ქართული ეკლესიის, რწმენის და წიგნობრობის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ამ ყველაფრის ლიდერად დაოკლარჯეთში. აქ ძალიან საინტერესო არის კიდევ კელიები და წარმოიდგინეთ, ეს არის მე-10 საუკუნის კელიები, ანუ ესეთი საცხოვრებელი სივრცეები ძალიან იშვიათად არის შემორჩენილი, რა ვიცი, არა მარტო საქართველოში, ალბათ სხვა ქვეყნებსაც იშვიათად აქვთ ასეთი საცხოვრებლები შემორჩენილი. აი ნახე, შევანათებ ახლა. აი ძალიან საინტერესო ჩასასვლელია. კარგად გაჩვენებს არქიტექტურასაც საცხოვრებლის და რეალურად მაშინაც საერო ნაგებობებიც ხო ასე შენდებოდა, ხო, აი ასეთი კამარები იკეთდებოდა. მერე გადიხარ აი აქეთ. აი აქ არის კიდე მეორე ოთახი. და აქ კიდე ერთი სართულია დავლა. ძალიან საინტერესოა. იცა აი ჩამოვიდე. აი თაღი და კელიაში შესასვლელი ისე. ეხლა ამათ როგორი წესი ჰქონდათ? ბერებს როგორ უნდა ეცხოვრათ? აქ ძალიან მკაცრი წესები იყო, უნდა ყოფილიყო ერთი ბერი და ხოლო ოთახში და ჰქონდა წყალი. მას არ ჰქონდა ზამთარშიც კი იმის უფლება, რომ ცეცხლი დაენთო, ან ძალიან ასკეტურად ცხოვრობდნენ. ეხლა ხედავთ ხო როგორ არის აქაურობა? არქეოლოგის ხელი ამას არ შეხებია არასოდეს. და აქ რო ჩვენი მეცნიერები მოვიდნენ, წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო რამ შეიძლება კიდე ინახებოდეს აი ამ მიწისქვეშ. გრიგოლ ხანძთელს უკავშირდება ერთი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს და გვაძლევს მაშინდელ პოლიტიკურ სურათსაც კი ეს არის, როდესაც გრიგოლის კვლელობა გადაწყვიტეს. არაბების გავლენა ძლიერდება დაუკლარჯეთის სამეფოზე. სწორედ ამ დროს ანჩის ტახტს იკავებს თბილისის ამირას კარზე მოღვაწე პირი. გრიგოლ ხანძთელი რამენაირად უნდა მოიშორონ, იმიტომ რომ ის ამ ტერიტორიაზე, ამ სივრცეში ყველაზე უფრო პატრიოტულ საქმეს ედგა სათავეში. თან ძალიან გავლენიანი იყო გრიგოლ ხანძთელი. მის გარეშე კათალიკოსიც კი აღარ ინიშნებოდა უკვე მთლიან საქართველოში. რა თქმა უნდა. რო ვკითხულობდი, საერთოდ თვალებს არ უჯერებდი, იმიტომ რომ ანჩელმა ეპისკოპოსმა დაიქირავა მკვლელი. წარმოიდგინეთ, რომელშიც გადაიხადა 5 თხა და 10 ტომარა ფეტვი. ან ადამიანის სიცოცხლე როგორც ჩანს ამ დროს ასე ღირდა და ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი როგორ მოდის ეს მკვლელი, რომელმაც მიიღო ალბათ ეს გასამრჯელო უკვე და რო დაინახა გრიგოლ ხანძთელიო, შარავანდედი ედგაო და ვერ გაბედა მისი მოკლა. მეორე თუ მესამე დღეს ანჩელ ეპისკოპოსი კვდება. ამ ისტორიის გააზრება რას გვაძლევს ახლა, ხო? თავარი ამბავი არის ის, რომ აი როგორი რთული პოლიტიკური პროცესი იყო და როგორ რთულად, როგორ ძნელად მიდიოდა ახალი საქართველოს დაბადება, ახალი ქვეყნის შექმნა. ჩემთვის ახლა გრიგოლ ხანძთელი ასოცირდება აღშენებლობასთან, ასოცირდება განათლებასთან და ძალიან სევდიანი ამბავი, როდესაც მის აშენებულ ტაძარში ვართ და რომელიც არის მთლიანად დანგრეული. თანდათანობით მე-20 საუკუნეში ფაქტობრივად დაიწყო უკვე გრევა ამ ტაძარმა და განსაკუთრებით აი ჩვენ თვალწინ რეალურად შეიძლება ასე ითქვას, ბოლო 20 წლის მანძილზე გუმბათი ჩამოქცეული. გუმბათის ქვებითაა ფაქტობრივად მოფენილი მთელი ტაძრის ინტერიერი. ჯერ კიდევ შეიძლება ამ ტაძრის გადარჩენა და აუცილებელია აქ რესტავრაციის დაწყება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაწილი ამ ტაძრისა ავთენტურია, პირველადია და ხელი შეშველება ჭირდება იმისათვის, რომ არ ჩამოინგრეს და არ გაუხრდეს ისიც კი, რაც ჩვენამდეა მოღწეული.
ხანძთასთან სულ 5 კილომეტრში ასევე იდგა დიდებული ოპიზის ტაძარი. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ოქრომჭედლები, ბექა და ბეშქენ ოპიზრები. მათ მიერაა დამზადებული ბერთის სახარების ვერცხლის მოჭედილობა, წყაროსთავის სახარების მოჭედილობა. ოპიზაში თამარ მეფის დავალებით დამზადდა ანჩის ხატის გარეკანი. დღეს ოპიზის დიდებული მონასტრის ადგილზე მხოლოდ მცირე ნანგრევებია შემორჩენილი. ის მე-20 საუკუნეში გზის გაყვანის მიზნით ააფეთქეს. მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში არაბების გავლენა კლარჯეთში კიდევ უფრო გაძლიერდა. რაც საბედისწერო აღმოჩნდა აშოტ მეფისათვის. ჩვენ ახლა ვართ დოლის ხანაში და აი აქ ახლოს მიდამოებში გათამაშდა დრამატული ამბავი. ჭოროხის ხეობაში მოკლეს აშოტ კურაპალატი. აშოტი მარტო იდგა, ელოდებოდა დამხმარეს და აღმოჩნდა, რომ ის მეომრები, რომლებიც ვითომდა მის დასახმარებლად მოდიოდნენ, აღმოჩნდნენ სარკინოზები. მეფე გაიქცა და ერთ-ერთ ეკლესიას შეაფარა თავი და საკურთხეველზე მოკლეს აშოტი. ისე რომ სუმბა დავითის ძე მერე დაწერსო სისხლიო დაანთხეული აშოტისაო დღესაც იხილებისო ამ ტაძარშიო. წარმოიდგინეთ აშოტ კურაპალატი, რომელიც არის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს სახელმწიფოსი, ესე სასტიკად მოკლეს ეკლესიაში. მოკლული მეფის ცხედარი ქართველებმა არტანუთში გადაასვენეს და დაკრძალეს ციტადელში, პეტრე პავლეს ეკლესიაში. თუმცა დღეს ამ დიდი მეფის მხოლოდ ცარიელი სარკოფაგი შემორჩა. მისი საფლავი გაძარცვულია, ხოლო ნეშტი დაკარგული. მაგრამ ხალხი არასდროს ივიწყებს საკუთარ გმირებს. აშოტ კურაპალატს შთამომავლობამ აშოტ დიდი უწოდა და ის ამ სახელით შევიდა ქართულ ისტორიოგრაფიაში. არდაჰანი. ძველი ქართული დასახელებით არტაანი. აჰა, აი შემოვედით ახლა ძველ ქალაქ არტაანში და ჩემს უკან რასაც უყურებთ, რომ წარმოვიდგინოთ, რა ქალაქსა გვაქვს საქმე, ეს არის მდინარე მტკვარი, რომელიც ჩადის მერე ჯავახეთში. ჩვენ მე-11 საუკუნეების ქართულ წარწერას ვეძებთ, რომელიც ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ნახა სამეცნიერო ექსპედიციის დროს. ექვთიმეს ფოტო გვაქვს, როდესაც არსიდან მოემართებიან ყოლა არტანისაკენ, ფორდის ავტომანქანებით. ეს ლოდოგუდიაშვილი, ხო? კი, გუდიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მთელი ექსპედიცია წარწერა, რომელიც არტანის ციხეში იყო, ექვთიმეს აქვს მოხმობილი, ის წარწერა დღეს აღარ არის. მაგრამ არის ერთი წარწერა დარჩა. ეხლა უნდა ვნახოთ ის წარწერა. ეს ნახოთ ახლა. წავედით. ქვაზე, რომელიც არის ჩაშენებული ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, აქ საუბარია წმინდაო ქვაო ლოდო იაკობისაო. ესეც საფლავის ქვა. ანუ ეს თუ საფლავის ქვა არის, კედელში რატოა? აქ რო იდგა ეკლესია, ბუნებრივია, შემდგომ როცა ის დაინგრა, მისი ქვები იქნა გამოყენებული ციხის გამაგრებისათვის. აი, აგერ. აგერ უკუღმათაა ჩასმული. ვიცით ჩვენ აქ ეკლესია სად იდგა? სამწუხაროდ არ ვიცი და სამწუხარო ისიცაა, რომ ეს ძეგლი საერთოდ არქეოლოგიურად არის შეუსწავლელი. ოშკი ქართული საეკლესიო მონუმენტური ხუროთმოძღვრების პიონერი და შედევრი. ჯერ იყო ოშკი, ხოლო შემდეგ ბაგრატის ტაძარი, სვეტი ცხოველი და ალავერდი. სხვათა შორის, ამ ტაძრის მშენებლობა უკავშირდება ისეთ წინააღმდეგობრივ მეფეს, როგორიც იყო დავით კურაპალატი. და აი ახლა ოშკის დაფარულ მარგალიტებზე მოგითხოვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ახლა არის რესტავრაციის პერიოდში, ჩვენ მაინც ოშკის ბევრ საოცრებას ვნახავთ და პირველი არის აი ეს წარწერა, რომელიც არის კარიბჭესთან ჯაბა მეუბნებოდი, რომ ეს არის ერთადერთი ხო საქართველოს შემორჩენილი. ერთადერთი, სადაც მოთხრობილია ტაძრის მშენებლობის დაფინანსების შესახებ, ანუ ბიუჯეტის შესახებ. მთლიანობაში 370 ადამიანი იყო დაკავებული ამ საქმეში წლის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, უკვე მე მითითებულია, რამდენი ხორბალი, ღვინო იხარჯებოდა და რაც თავარია, რამდენი დრამა იხარჯებოდა. დაახლოებით საუბარია 20,000 დრამა ჯდებოდა ყოველწლიურად აი ამ ტაძრის მშენებლობა. და რამდენი წელი შენდებოდა ეს ტაძარი? ტაძარი შენდება 10 წელი. იმიერტაოს ორი მეფე, აი ამ ტერიტორიების ფლობელი, ბაგრატ ერისთავთა და დავით მაგისტროსი, ანუ დავით კურაპალატი აშენებენ. საოცრება, ერთი რამ საოცრება, რაც ნამდვილად აქვს ოშკის ტაძარს. ეს არის მისი ჩუქურთმები. ქართულ ხუროთმოძღვრებაში და ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში მე ნამდვილად არ მეგულება მეორე ისეთი ტაძარი, რომელსაც ჰქონდეს ამდენი მრავალფეროვნებით, ასე ვთქვათ, შემკული ჩუქურთმა. აი, არ მეორდება დეტალები. როგორ კეთდებოდა ჩუქურთმა შუა საუკუნეებში, ხო ის ჯერ ამოიხაზებოდა ხოლმე ქვაზე, შემდგომ ამუშავებდა მას ქვითხურო. აი, ფაქტობრივად მან დაგვიტოვა ძალიან მცირე მონაკვეთი თავისი სამუშაოს, ეს არაფერი არ ყოფილა, ვიღაცა დასრულებდა. ნახაზი დატოვა. ნახაზი დატოვა და გეუბნება თუ როგორ უნდა დასრულებულიყო და როგორ კეთდებოდა საერთოდ ჩუქურა. თითქოს ეს ქვები დღეს ჩვენ გვესაუბრებიან. გვესაუბრებიან ქვით ხუროს ხელოვნების და ხელობის შესახებ. და რა საინტერესოა კიდე ახლა ამ ტაძარში შიგნით არის სამეფო ადგილი სპეციალური და ჩვენ ვიცით რომ აი, როდესაც ლოცვა იწყებოდა, იქ უნდა მოსულიყო მეფე და დაეკავებინა თავისი ადგილი. ყველაზე დიდი საოცრება ჩემთვის აქ აღმოჩნდა აი ეს სასახლე. შეიძლება თქვა რომ მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, მაგრამ აი ასეთი საოცრება არ მინახავს. აი ეს თაღები, აი ძველი მართლა მე-10 საუკუნის როგორ ეთყობა და ეს არის პირველი სართული არა და მე მგონი მეორე სართული, იმიტომ რომ ერთი სართული არის კიდე ქვეშ, ხო, გასათხრელია პრინციპში ეს. ეს სართული, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ, ეს იყო დიდი დარბაზი, სადაც იკრიფებოდნენ ბუნებრივია მონასტრის ბერები. ყველაზე მთავარი აქ არის ამ დარბაზის უკან, სადაც მდებარეობს ხელნაწერების გადასაწერი ადგილი, ანუ სკრიპტორიუმი. აი ნახეთ რა, ეს არის მე-10 საუკუნის ბიბლიოთეკა, ხო? ამის გაფიქრებაც კი რამდენ ემოციას აღზრავს უბრალოდ ადამიანში. ხოლამაზე საოცარია ნახეთ რა. სხვადასხვა შეიძლება აქ გადაეწერათ ოშკის ცნობილი ბიბლიაც. ეს ღია კონსტრუქცია იქნება. და შუქი რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, დიდი ნაკადით შემოსულიყო, რომ გადამწერები, რომლებიც აქ ისხდნენ, მათ არ ქონოდათ განათების პრობლემა. ძალიან საინტერესოა, როგორ ხდებოდა გადაწერის პროცესი. ერთი თქვა, დაიდო და გადაიწერა წიგნი, მაგრამ იყო სხვა მეთოდებიც. რა თქმა უნდა, იყო, ასე ვთქვათ, აი ამ დარბაზის დასაწყისში იდგა, ვთქვათ, ერთ-ერთი ბერი, რომელიც კარნახობდა რამდენიმე ბერს და ისინი იწერდნენ და ფაქტობრივად ერთი წიგნიდან შეიძლება და უკვე მიიღო რამდენიმე ხელნაწერი. ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვადასხვა კუთხით ვიცით, მაგრამ ძირითადად ვაკავშირებთ ხოლმე ამა თუ იმ ომს, ამა თუ იმ ბრძოლას. მაგრამ მე მგონი, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაზე ძლიერი იყო მაშინ, როდესაც ჩვენიერი იყო ყველაზე განათლებული და აი ეს ბიბლიოთეკაც არის აი ამ ამის დასტური. ოშკის სატაძრო კომპლექსს თურქეთის სახელმწიფოს მიერ სრული რესტავრაცია ჩაუტარდება. მის არსებობას საფრთხე აღარ ემუქრება. ოლთისი, დაო.
დავით კურაპალატის სატახტო ქალაქი. ჩვენ ვართ ახლა საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 175 კილომეტრზე და ეს იყო ჩვენი ისტორიული საზღვრების პრინციპში ბოლო ქალაქი, ასეა, ხო? ბოლო დიდი ქალაქი. დაახლოებით 30-35 კილომეტრის დაშორებით მთავრდებოდა ისტორიული საქართველო, ისტორიული იმერტაო. როდესაც შემოდიოდნენ თქვათ არაბები, ან შემდგომში ბიზანტიელები და უკვე მერე ოსმალები, პირველი მთავარი დარტყმის ობიექტი იყო ოლთისი. მე მაინტერესებს არის თუ არა დარჩენილი აქ ქართული კვალი. რა თქმა უნდა. ჯერეთი ეს არის იმერტაოს სამეფოს დედაქალაქი და ის სახელები, რომელსაც ჩვენ ისტორიაში ძალიან კარგად ვიცნობთ, ისინი აქედან არიან წარმოშობილები. ესაა თორნიკე ერისთავი, დავით კურაპალატი, იოანე და ეფთიმე ათონელები. ეს დიდი ქართული მოღვაწეები, ტაოელები იყვნენ. აი ამ რეგიონიდან იყვნენ და აი აქ ცხოვრობდნენ, აი აქ მოღვაწეობდნენ. აი, შემოვედი მე-10 საუკუნის ქალაქში. მე მგონი 15-20 მეტრი მაინც იქნება აი ამ კოშკების სიმაღლე. უზარმაზარი კოშკებია და ეს არის მთლიანი არის ეს კარიბჭის ნაწილი. ანუ თითქმის აუღებელი ციხესიმაგრეა ესეც და აი აქაც უნდა შემოხვიდე ასე კარიბჭეში. კარიბჭიდან შემოდიხარ, მერე უკვე მაღლა იშლება ესეთი მოედანი, სადაც იყო განლაგებული სხვადასხვა სამეფო ნაგებობები, აქ იყო ეკლესია, აქ იყო მეფის სასახლე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, როგორც თქვი. მთავარი რაც არის აქ შემორჩენილი, როგორც ჯაბა მითხრა, აი ეს სამეფო სასახლეში ასასვლელი ესეთი კიბე. ეს მერე არის ამოქოლილი, ცოტა გვიანდელ პერიოდში აქედან შედიოდი უკვე სამეფო სასახლეში. ეხლა ჯაბა მელოდება მე მაღლა ეკლესიასთან და იქ გავაგზავნებთ საუბარს უკვე დავით კურაპალატზე და იმ ბობოქარ ეპოქაზე, რომელიც აი ამ მეფეს უკავშირდება. დავით კურაპალატი ბიზანტიის პოლიტიკურ თამაშებში აქტიურად მონაწილეობდა. ქართველმა მეფემ მხარი დაუჭირა ბიზანტიის იმპერატორის ბასილი კეისარის წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებას. აჯანყების დამარცხების შემდეგ დავით კურაპალატმა სიცოცხლე იმით გადაირჩინა, რომ კეისარს პირობა მისცა. მისი სიკვდილის შემდეგ საკუთარ სამეფოს ბიზანტიას დაუტოვებდა. თავარი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გავცეთ, ჩვენ ეს არის დავით კურაპალატის სასტიკი მკვლელობის ამბავი. დავით მეფეს ჯერ ჩაურიეს საწამლავი საზიარებელ ღვინოში, დალია მეფემ თუმცა გადარჩა და აი ამის შემდეგ ქართველმა ეპისკოპოსმა მეფეს საკუთარი ხელით დაახრჩო. ჯაბა, ასეთ ძლევამოსილ მეფეს ასე სასტიკად კლავს, ვინდა ეპისკოპოსი. რა იყო რა პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა. დავითი იმ პერიოდისათვის უკვე ფიქრობდა, რომ ის გადაწყვეტილება, რაც თავის დროზე ბარდაფოკას აჯანყების შემდგომ მიიღო და ბიზანტიას თავისი სამეფო გადასცა, ამ გადაწყვეტილების შესვლას აპირებდა. ეს იყო დიდი პრობლემა ბიზანტიისათვის. ამიტომ დავითი უნდა სასწრაფოდ მოეხშდოთ, უნდა მოეშორებინა და როგორც ჩანს, ადგილობრივი პრობიზანტიული დაჯგუფებამ ეს სამწუხაროდ ეს შეასრულა. ბანა უნიკალური არქიტექტურის ტაძარი. რა ისტორიულ ამბავს უკავშირდება ბანა, აი რა გვახსენდება პირველი. ნუ ეს ცნობილი ბაგრატ მეოთხის ქორწილს უკავშირდება ელენე, რომელიც ბიზანტიიდან ჩამოყავს, იმპერატორის ძმისშვილია, არგიროსების გვარის წარმომადგენელია და მას ქორწილს უხდიან ბანაში. ამაზე ახლა გამახსენდა ერთი ისტორია ბაგრატისა და ელენეს ქორწილის შესახებ, როდესაც ელენე ცოლად გააყოლეს ბაგრატს და თურმე აქ გადაიხადეს მათ ქორწილი, აქ დაიწერეს ჯვარი, ელენეს გამოატანეს ოქონის ხატი. ნუ ტრადიცია ცნობილი ოქონის ხატი. ოქონის ხატი, დიახ.
იშხანი. მე-11 საუკუნის დიდებული ტაძარი. მისი რესტავრაცია თურქეთის სახელმწიფომ სულ ახლახანს დაასრულა. ქართული რენესანსი ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ მე-15 საუკუნიდან სრულდება. კონსტანტინოპოლის განადგურების გამო საქართველომ ცოდნის მიღების მთავარი წყარო დაკარგა. ჩვენი ქვეყანა ქრისტიანული სამყაროსგან მოწყვეტილი, სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა კავკასიის მთებში. ეს ჭოროხის ხეობაა. ეხლა დაახლოებით 100 მეტრით ვართ უკვე ამოწეული იმ ხეობიდან, რომელიც იყო. ეს სოფლები უკვე იტბორება. კავკასიძეებზე რა ვიცით, ჯაბა, რა ფეოდალები იყვნენ, ვინ იყვნენ? ეს არის საფეოდალო, რომლებიც ფლობდნენ სწორედ აი ამ ხეობას. ეხლა ჩვენ უნდა მივუსწროთ იმ ისტორიას, სანამ წყალი დაფარავს ამ ციხესიმაგრებს. ეხლა მხოლოდ ციტადელი არის დარჩენილი. რამდენი მეტრზე იყო ეს დაბლა? რამდენი მეტრზე იყო მიწამდე, ჯაბა? ახლობით 1.50 მეტრი ამოსასვლელი იყო. სადაც ეხლა ჩვენ ვართ, აი გადიოდა გზა. ისაც იყო შემორჩენილი, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ვერ ახვიდოდი. აი კავკასიძეების ციხე. პირდაპირ იკითხება ეს ეკლესია, ეს კოშკი, გალავანი, აი როგორ მოუყვება. მოვედით ციხეზე, ცოტა ექსტრემალური ასასვლელია, მაგრამ ღირდა, რა თქმა უნდა, ღირდა აქ მოსვლა, იმიტომ რომ რა ვიცი, ალბათ რამდენიმე თვეში ამას წყალი დაფარავს და საერთოდ წაიშლება, მაგრამ ისტორიიდან რა თქმა უნდა აღარ წაიშლება ეს. ამოვედით თუ არა და პირველი რაც დავინახე და რაც ნახეთ, ეს არის წყლის რეზერვუარი. აი ეს როგორ მიხვდები ამას, ეს შელესილობა აქვს ამას. გალესილი არის, რომ წყალი არ გაიპაროს, წყალი არ დაიკარგოს. საქართველოში რაც მინახავს, ყველა ციხისთვის აუცილებელი იყო საიდუმლო გვირაბი და აუცილებელი იყო აი ესეთი წყლის დიდი რეზერვუარი ყოფილიყო და აი შეგხვდა კიდეც. აი ასე მოუყვებოდა, როგორც ჩანს, ეს კედელი პირდაპირ გვეუბნება რელიეფს მართლაც და კარგად გამოჩნდა კიდე ერთი ფრაგმენტი. აი რამდენად შესაძლებელი იქნება ისე მიუახლოვდები ახლა. ოღონდ ცოტა ფრთხილად დავივიდეთ. აი გამოჩნდა კიდეც. აი კოშკი ქვემოთ და უკვე წყალია იმ კოშკში. ძალიან სევდიანი საყურებელია მართლა რა, რომ ისტორიას ესე ფარავს წყალი. ჩვენს თვალწინ, თვალსა და ხელშუა. აი ესე ამოდის უკვე და ანუ როგორ თქვით, მთლიანად დაფარავს ამ ციხე კოშკს სულ მალე ეს წყალი. კავკასიძეების ციხესიმაგრის მშვენება რაც არის პატარა ეკლესია, კარის ეკლესია იყო ფეოდალების როგორც ჩანს. ეტყობა ხო აი როგორ იყო მოპირკეთებული ფილებით. აი უკან დარჩენილიც არის და ეს ჩამოშლილია ახლა. აბა ჯაბა შევიდა უკვე ეკლესიაში. შემასწრო. საქართველოს რა არის მართლა რომ რაღაც პატარა ეკლესია გონია რომ არაფერი არ არის და შედიხარ და იმხელა ინფორმაცია დაგხვდება. ეხლა ჯერ ერთი ეს ფრესკება მე ყველაზე მეტად დამაინტერესა ეხლა ამ წარწერება, იმიტომ რომ ძველი ქართულით არის, ანუ მე-16 საუკუნის წარწერებია და ეს იქნება უკვე საერო წარწერები. აი გადაკარგულია გვარებით, სახელებით, შეიძლება გალექსილიც იყოს. ეს შედარებით გვიანდელი ფრესკებია, შესრულების მანერიდანაც ჩანს, რომ ეს არის დაახლოებით მე-15-მე-16 საუკუნეები. სავარაუდოდ, მაგრამ თავარი აქ არის აი ეს წარწერები, რომელიც ამ ფრესკებზეა გაკეთებული. ნაკაწრი წარწერები დააკვირდი, აი მთლიანად. სულ დაფარულია. თითქოს არ ჩანს, მაგრამ სულ აი ნახე. ეს ნათლისღებაა, ხო, მგონი? ხო, კი. სასწაული ძეგლია მართლა. რეალურად ესა ბოლო თაობა კავკასიძეებისა და ფაქტობრივად ვინც ეს წარწერები გააკეთა, მათმა უშუალო მემკვიდრეებმა მერე უკვე დაუდატოვეს.
სადღაც მე-16 მიწურულს, როცა უკვე ოსმალეთი ბატონდება ამ რეგიონში, კავკასიძეები ტოვებენ ამ რეგიონს და ნაწილი გადადის შიდა ქართლში, ნაწილი გადადის დასავლეთ საქართველოში. რა არის ცხოვრება და რა არის, აი ახლა რა ისტორია რა, რომ ეს დროს ციხესიმაგრე იყო, ფეოდალები იყვნენ კავკასიძეები, აღარც მათი გვარი არსებობს და მათ საგვარეულო ციხეც აი ესე ქრება. ეხლა ჩვენ მოვედით ხახულის მონასტერში, ეს არის ჩემი აზრით ამბავი, როდესაც შენ შეიძლება ივიწყებ წარსულს ადამიანი, მაგრამ წარსული არ განებებს თავს. 100 წლეულების შემდეგ, როდესაც აქ გამაჰმადიადენ ქართველები, დაივიწყეს ენა, დაივიწყეს რელიგია, მაგრამ არ დაივიწყეს ერთი ტრადიცია. მოდიოდნენ ქალები აქ უკვე მაჰმადიანები და სთხოვდნენ ღმერთს შვილის შეძენას და მე მგონი ბაირამზე მოხდათ კვერცხებიც, ხო? ეს ტრადიცია არსებობდა და ეს ტრადიცია გარკვეული რაღაცა ფორმით თითქმის დღემდე გრძელდება. როდესაც ადგილობრივები და არა მხოლოდ ადგილობრივები, გარშემო სოფლებიდან საკმაოდ დიდ პატივს მიაგებენ ხახულის ღვთისმშობელს. სადღაც 400 წელი მაინც არის, ეს ალბათ მეჩეთად იყო გადაკეთებული. დაახლოებით, რაც აქ შემოვიდა ოსმალები, გადაწყვიტეს ადგილობრივებმა, რომ მეჩეთად გადაეკეთებინათ, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო ტაძარი საერთოდ დაეანგრიათ. აი, ერთ-ერთი აქ ჩემი ჩამოსვლის დროს, ერთ-ერთმა კაცმა ესეთი ისტორია მომითხრა, რომ ჩვენთანო აქ სოფელში ესეთი წესიაო, რომ არ შეიძლება ერთი კენჭიც კი აქედან წაიღო და გამოიყენო საკუთარი საქმისთვის. დაახლოებით ის რაც საქართველოშიც არის, როდესაც ეკლესიასთან მიმართებაში განსაკუთრებული პატივისცემა ახოლმე. ხახულის მონასტერს დავით აღმაშენებელმა შესწირა დიდგორის ომში მოპოვებული არაბთა მეფის დურბეიზის მდიდრული მოსასხამი. ხოლო თამარ მეფემ ბასიანის ბრძოლაში ალაფად აღებული ხალიფას დროშა. აქ ინახებოდა ხახულის ღვთისმშობლის ბრწყინვალე ხატი. ქაჯეთის ციხე. აი უბრალოდ შეხედეთ, რო ვუყურებ, ეხლაც კი თავბრუმეს ხმის, იმ ხელაზე არის ამოსული კლდიდან და ჩემს ქვევით არის ხრამი დაახლოებით ალბათ 200-300 მეტრი. შოთა რუსთაველის ქაჯეთის ციხეს ჰქონდა 3 შესასვლელი, მაგრამ ამას როგორც ჩანს, აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი შესასვლელი. სხვა მხრიდან გამორიცხულია, რომ ამ ციხესთან მისულიყავი. აი, ნახეთ, პირველი ზღუდე მტრისათვის, შემდეგ აი ჩანს ძალიან კარგად, ეს არის უკვე მეორე ზღუდე. და უკვე თავარი შესასვლელი არის ციხესიმაგრეში და ძალიან კარგად ჩანს ლოცვა-ტყორწნები 1 და 2. ანუ იქამდე მისულ მტერს უკვე მაღლიდან ესროდნენ ისრებს, მაღლიდან ესროდნენ უკვე ლოდებს, ასხავდნენ ფის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სული მაქვს შევიდე და ნახოში გითხრა, როგორ გამოიყურება ეს დიდებული ციხესიმაგრე. ამოვედი და კიდე ორმაგი კარიბჭეა აქ. ერთი აი აქ არის ჩაკეტილი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ კარიბჭეს შემოანგრევდნენ, მოდიოდნენ და ხვდებოდათ უკვე აქ მეორე კარი. და აი მაღლიდან კიდე აქ არის სპეციალური დიდი ნახრელი დატოვებული, რომ მაღლიდან ჩამოასხან კუპრინტერს და მაღლიდან დაუშინონ ლოდები. არ ვიცი რა, მე მგონი მართლა ქაჯეთის ციხეა. 1578 წელს ერთიანი საქართველო უკვე დაშლილია და სამცხე საათაბაგო არის დამოუკიდებელი ერთეული. და აი სამცხე საათაბაგოსათვის თურქეთი და ირანი იწყებს ბრძოლას. შემოეწყო აქ
ოსმალოთა რაზმები და დაიწყო სასტიკი ბრძოლა რამდენიმე დღიანი. მემატიანეები წერენ, ოსმალოები წერენ, რომ ქართველებმა, ურჯულოებმა, ასე უწერიათ, ლოდები დაგვიშინესო და ისრების წინა წამოვიდა ჩვენს თავზეო. მოკლედ, რამდენიმე დღე მიდიოდა ამ ციხისათვის ბრძოლა და ბოლოს მაინც იმრავლემ თავის იქნა და აიღეს ეს ციხე. მაგრამ ეხლა როგორ? მესხურ მემატიანეში წერია ეს ძალიან ლაკონურად და ძალიან ემოციურად. წერია რომ ციხე აიღეს მას შემდეგ, როდესაც ყველა ამოწყდაო. აი აქ არის ეკლესია. მე ესე ვფიქრობ ალბათ რომ ქართველი ჯარისკაცები ალბათ სიკვდილის წინ და ბრძოლის წინ აი ამ ეკლესიაში ეზიარებოდნენ. ეს მოხდა კიდევ მეორე 1578 წლის 8 აგვისტოს. სულ ცოტა ხანში სამცხე-საათაბაგომ თავისი არსებობა შეწყვიტა.